ჩვენს ქვეყანას ღვინის კულტურასთან 8000 წლიანი ისტორია აკავშირებს. ამას მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. ღვინოს ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური დანიშნულება. შეიქმნა ვაზის და ღვინის მდიდარი კულტურა და მრავალფეროვნება. დაიხოცა საღვინე ჭურჭელი და მოხდა ქვევრის კულტურის დამკვიდრებაც. საქართველოში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული 1000 წლეულობით დათარიღებული მრავალი ექსპონატი. თითქმის 90 წლის ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის 36,000 ექსპონატიდან ყველაზე საინტერესო, უფრო სწორად ერთ-ერთი საინტერესო ექსპონატი გახლავთ 350 წელზე მეტი ხნის 5 ბოთლი ღვინო, სხვადასხვა ფერის. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საარქივო მასალაში დაცული გახლავთ რამდენიმე ფურცლიანი ჩანაწერი, რომელიც ეკუთვნის ამავე მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელს გიორგი ხუჭაძეს. საარქივო მასალაში დაცული ამ ცნობის თანახმად 1957 წელს სოფელ ჭობისხევში საკარმიდამო სამუშაოების წარმოების დროს სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა 11 ღვინის ქვევრი. ამ 11 ღვინის ქვევრიდან 5 ქვევრში დაცული გახდათ ღვინო. ქვევრები სავსე იყო ღვინით, ისინი საგულდაგულოდ იყო მოღუპული და მიწით გადალესილი. 5-ვე ქვევრიდან ამოღებული იქნა ღვინო და 5-ვე მათგანი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ფერით ერთმანეთისაგან. მაშინ მიმართეს იმდროინდელ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ისტორიკოს ბატონ ნიკო ბერძენიშვილს. ნიკო ბერძენიშვილმა გამოგზავნა საგანგებო კომისია, აღებული იქნა სინჯები და როგორც ჩანს, თუმცა ჩვენ დაზუსტებული მონაცემები არ გაგვაჩნია, მაგრამ გიორგი ხუჭაძის ცნობით ღვინოს ანალიზი ჩაუტარდა. ანალიზის შედეგები ჩვენთვის ადღეისოდ უცნობია. ასევე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული გახლავთ ამ ღვინის 2 ქვევრი. ჩვენ ღვინის სააგენტოსთან თანამშრომლობთ და ღვინის სააგენტოს მეშვეობით ამ 5-ვე ბოთლის ღვინო გაგზავნილი იქნება იტალიაში შესასწავლად და უკვე ამის შემდგომ ჩვენ გვეცოდინება ამ ღვინის დამზადების თარიღი. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება ამ თვალსაზრისით ღვინის ასაკის განსასაზღვრად ამ ქვევრების შესწავლაც. ქვევრების ადგილას ამოთხრილი მიწის კედლები დამწვარი ხის ნახშირებია. რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მარნის ხის ნაწილი ხანძრისგან დამწვარია და ნახშირიც ამიტომაა მიწაში. მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ თვით ღვინით სავსე ქვევრებში, რომელთაც სახურავები მჭიდროდ ახურავს, ხის დამწვარი ნახშირები აღმოჩნდა ჩაყოლებული. ზოგადად ნახშირს დღემდე იყენებენ ფხილისგან გამოხდილი არყის გასაწმენდად. ჩანს, რომ ძველადაც მიმართავდნენ აღნიშნულ მეთოდს ღვინის ფერის დასახვეწად. ქვევრები კირის ხსნარით, ქვის ლოდებით არის დაგერული. ყველაზე დიდი ქვევრის თავის დიამეტრი 34 სანტიმეტრია. სიღრმით 13 სანტიმეტრი. ჩვენთვის ცნობილია, რომ მე-19 საუკუნეში უკან დაბრუნებული მოსახლეობა პრაქტიკულად მევენახეობას აქ აღარ ეწევა. თუმცა აქ მრავლად არის გაველურებული ვაზი. ასევე ამ ხარის მენახიანობას მოწმობს ვახუშტი ბატონიშვილის ცნობაც. სავარაუდოდ აქ
მოსახლე ქართველი გლეხობა მეღვინეობას მისდევდა, ღვინოს აწარმოებდა და ეს ყველაფერი სანამ დაიცლებოდა ბორჯომის ხეობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს. როდესაც ჩვენთან დამთვალიერებელი მობრძანდება, აი იმ აუარებელ საინტერესო ექსპონატებთან ერთად, ყველაზე მეტად მაინც ღვინოს კოლექციასთან ჩერდებიან. ყველა ბოთლით თავის ქვევრებთან ერთად ისტორიულ ეთნოგრაფიულ განყოფილებაშია მოთავსებული და ყველა გაოცებულია იმით, თუ როგორ შეიძლებოდა მე-16 საუკუნეში დაწურული ქვევრებში ჩასხმული ღვინო დღემდე იყოს შემონახული, თან ისე რომ ყველა სხვადასხვა ფერისა, გაკრიალებული ფერით, სუფთა. აკა მორჩილაძე კრებულში საქართველო 1000 წლეულთა გასაყარზე წერს. მე ასე მჯერა. თუ კი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. იცინი სვამ, ტირი სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამებს. ღვინო აერთიანებს და აცალკავებს. ღვინო მალავს, დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს. ღვინო შვებაზღვრის ამტანკაც და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დაალაგებაში. საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრი და ნამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი, ამაზე ნამდვილი, ამაზე ბებერი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვდავია და მასზე ვერავინ ამბობს უარს. ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება, მაგრამ იქ ის იმას არ ნიშნავს, რასაც აქ. საქართველოში ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება. Yeah.